შენ წეული შეშლილი ხარ. ესეთი სიტყვებით ლანძღა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ სატელეფონო საუბარში. საქმე იმაშია, რომ ირანის მიერ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დატოვების შესახებ განცხადებების ფონზე ისრაელმა გააქტიურა თავისი სამხედრო შეტევა ლიბანში ჰეზბოლას დაჯგუფების წინააღმდეგ. ზავის შესახებ შეთანხმებების მიუხედავად. სწორედ ამან გამოიწვია დონალდ ტრამპის რისხვა და სელს გაბრაზება. თეთრ სახლში აღიარეს, რომ ტელეფონით საუბრის დროს, რომელიც სავსე იყო არაცენზურული ლექსიკით, პრეზიდენტი ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელის მიერ ლიბანში დაძაბულობის ესკალაციის გამო, რაც შეიძლება ირანთან შეთანხმების ჩაშლას გამოიწვიოს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპმა შეაჩერა ნეთანიაჰუს გეგმები ბეირუთში ჰეზბოლას ობიექტების დაბომბვასთან დაკავშირებით. მაგრამ უკვე დღესდღისით ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ ვაშინგტონში, რათა მოლაპარაკებები გაემართათ ომის დასრულებაზე. მაგრამ აქ ტრამპისა და ნეთანიაჰუს კონფლიქტი შეიძლება კიდევ უფრო გამწოდეს, რადგან ეხლა ისრაელი ვეღარ შეძლებს იმ დათმობებზე წასვლას, რასაც მისგან დონალდ ტრამპი ითხოვს. ჩემი სახელი ალექსი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავითვებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ, წინადრეს ირანმა გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად ტოვებს მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ლიბანში ომის ესკალაციის გამო. უკვე დღეს დონალდ ტრამპმა იჩხარა და დაარწმუნა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და აშშ-ის პრეზიდენტის თქმით მოლაპარაკებების პროცესი უწყვეტად გრძელდება და ქვეყნებს შორის კონტაქტები ყოველდღიურად ხდება. გარდა ამისა, მარკო რუბიომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ თითქოს თეირანი მაინც დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის ასპექტების განხილვას, რომელსაც ადრე შეეხებაც კი უარობდა. მაგრამ ასეთი განცხადება გაკეთდა მაინც საკმაოდ უხეში საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის. და აი როგორც წერს სააგენტო Axios, ციტატა, სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც სავსე იყო უცენზურო ლექსიკით, პრეზიდენტი ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, იმის გამო, რომ ისრაელმა ლიბანში დაძაბულობა გაამწოვა. მანამდე ირანმა დაემუქრა, რომ შეწყვეტს ნებისმიერ მოლაპარაკებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისრაელის ქვედევრთან დაკავშირებით ლიბანში. ამის შემდეგ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ნეთანიაჰუ გიჟად მოიხსენია და დაადანაშაულა უმადურობაში. მან ასევე შეაჩერა ისრაელის გეგმები ბეირუთზე, ლიბანის დედაქალაქზე დართმების განხორციელების შესახებ. ასევე ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მისი მუქარის შესრულება და ლიბანის დედაქალაქის დაბომბვა კიდევ უფრო მეტად დააშორებს ისრაელს დანარჩენ მსოფლიოს. ორ წყაროს თქმით, ტრამპი ამტკიცებდა თითქოს ნეთანიაჰუს ციხეში მოხვედრის თავიდან აცილებაში დაეხმარა, რითაც გულისხმობდა მის მხარდაჭერას ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე მიმდინარე პროცესის დროს. ტრამპის განცხადებების შეჯამებისას ნეთანიაჰუს მიმართ, ამერიკელმა ჩინოვნიკმა ტრამპის სიტყვები მოიყვანა, რომლებიც ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართა. ციტატა: შენ საშინლად გიჟი ხარ. შენ ციხეში იჯდებოდი, რომ არა მე შენს თვალს ვიხსნი. ეხლა ყოლა გძულს, ეხლა ყოლა ისრაელს ძულს ამის გამო. რა ჯანდაბას აკეთებს საერთოდ? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ აღიარებების შემდეგ თეთრ სახლში მაინც იჩქარეს განაცხადეს, რომ ამ საუბრის დროს დონალდ ტრამპმა იცოდა, რომ ჰეზბოლა ისრაელს ესროდა და რომ ისრაელს აუცილებელი იყო დაცვა. მაგრამ განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში გრძნობდნენ თითქოს ნეთანიაჰუ მაინც არაპროპორციულად აძლიერებდა კონფლიქტის ესკალაციას. თითქოს შეიძლება უპასუხო თავდასხმებს, მაგრამ შეიძლება შეტევაც გამოაცხადო. და ეს უკანასკნელი მაინც გადამეტებაა. აღნიშნა, რომ ბეირუთზე დათმობის მუქარის გარდა, ისრაელი მართლაც აფართოებს თავის სახმელეთო ოპერაციას ლიბანის სამხრეთში და გეგმავს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას, რათა გააფართოოს ბუფერული ზონა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპს აწუხებს ის ფაქტი, რომ ისრაელმა ლიბანში ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. და ის ეწინააღმდეგება იმას, რომ ისრაელელები მთელი შენობის დანგრევას ახორციელებენ მხოლოდ ერთი ჰიზბალას მეთაურის გასანადგურებლად. საერთოდ დონალდ ტრამპმა დაიწყო ბენიამინ ნეთანიაჰუს კრიტიკა იმ განადგურების მასშტაბების გამო, რასაც ისინი ლიბანში აყენებენ. და პლუს დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმითაც, რომ ისრაელელები ლიბანის ტერიტორიაზე შედიან და არა მხოლოდ აკავებენ მას, არამედ ფაქტობრივად მთლიანად ანგრევენ სახლებს, რათა ამ ტერიტორიაზე აღარავინ შეძლოს ცხოვრება. იგულისხმება, რომ ჰეზბოლამ აღარ დაიკავოს ეს ტერიტორიები ხელახლა. და ტრამპის გადაწყვეტილება, რომ შეეკავებინა ნეთანიაჰუ, გახდა აშკარა სიგნალი იმისა, რომ მას არ სურს მისმა მთავარმა მოკავშირემ ხელი შეუშაოს ირანთან შეთანხმების მიღწევას.
მანამდე ნეთანიაჰუმ ერთობლივი განცხადება გააკეთა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან ერთად, სადაც მან დაემუქრა ჰეზბოლას სამიზნეების დაბომბვით ბეირუთის დაჰიის რაიონში. პასუხად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ლიბანში წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას აშშ-სა და ირანს შორის და რომ აშშ და ისრაელი აგებენ პასუხს ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში. ამასთანავე მან მუქარით განაცხადა, რომ შეიძლება გამოვიდეს მოლაპარაკებებიდან ამერიკელებთან. და არაქჩის ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ უკვე დონალდ ტრამპმა დაურეკა ნეთანიაჰუს და გაგიცხა იგი. ამის შემდეგ მან სოციალურ ქსელში გამოაქვნა შეტყობინება, სადაც განაცხადა, რომ ისრაელი და ჰეზბოლა შეწყვეტენ ერთმანეთზე თავდასხმებს. მაგრამ უკვე სატელეფონო საუბრის შემდეგ ნეთანიაჰუმ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ისრაელი ბეირუთში სამიზნეებს დაარტყამს, თუ ჰეზბოლა არ შეწყვეტს ისრაელზე თავდასხმებს. და ამასთან ერთად ისრაელი გააგრძელებს თავის ოპერაციებს ლიბანის სამხრეთში. მაგრამ ჩანს, რომ ისრაელის ქმედებებს მაინც აქვს თავის შედეგები. დღეს ვაშინგტონში მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელსა და ლიბანს შორის. და ლიბანის პარლამენტის სპიკერმა ნაბიჰ ბერიმ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განაცხადა, რომ ჰეზბოლას დაჯგუფება მზად არის სრულ და დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელთან და დაჰყვირდა მის შესრულებას მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ახალი შეტევით დაიმუქრა. გასაგებად რო თქვათ, ნაბიჰ ბერი ლიბანში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შიიტი პოლიტიკოსია და მას ჰეზბოლასთან მჭიდრო კავშირები აქვს. თუ ჰეზბოლა მართლაც აცხადებს, რომ მზად არის სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ ასეთი ზავი ამ ეტაპზე შეინარჩუნებს ისრაელის ოკუპაციას სამხრეთ ლიბანში და პოტენციურად ლიბანის ამ მიმართულებას ირანთან ომის საკითხს ჩამოაცილებს. ეხლა განეხილება სრული, ტოტალური ცეცხლის შეწყვეტა და ბერიმ შემოგთავაზა ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე, რომლის ფარგლებშიც ისრაელიც ვალდებულია შეწყვიტოს სახლების დანგრევა სამხრეთ ლიბანში. სწორედ ეს ვახსენეთ ცოტა ადრე. ლიბანის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ჰეზბოლა აიღებს ვალდებულებას სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ისრაელი შეაჩერებს თავის წინსვლას. და სწორედ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებამ ლიბანში შეიძლება საბოლოოდ გახსნას გზა შეთანხმებისკენ აშშ-სა და ირანს შორის. თუმცა პოტენციურად მაინც შეინარჩუნოს საფრთხე ჰეზბოლას სახით. და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისრაელისა და აშშ-ის ინტერესები ამ ომში სულ უფრო და უფრო განსხვავდება. აქ სამწეფილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი და აცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობიანად.